მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი და მისი წამყვანი მე გოჩა კაპანაძე. დამუნდა, როგორ ახარ? კარგად, ზაფხულურად, თავად როგორ ხარ? მე ზაფხულურად და ენერგიით სავსე. კი ბატონო. დემო, შენ? ჩვენთანაც ეგრე. თემისგანაც მოდის ენერგია. კი, აბარა ზაფხულია, ცხელა ბუღიადის ქალაქს. ორი ბულბული ვყავს სტუმრად. კი ბატონო. შესანიშნავი მომღერლები, შესანიშნავი ადამიანები და რაც თავარია ძალიან მაგარი ქართველები. ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მომღერალი ბატონი დავით გველესიანი. გორდანის ბატონო. როგორ ბრძანდებით? სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. აბა მოგესალმებით. კარგად უნდა იყოთ. კარგად ვართ. აბა როგორ ავართ სამზარეულოსთან? ბატონო დავით, თქვენ მე მეორედ ვარ აქ თქვენთან სტუმრად. არა მეორედ არ ვარ, საერთოდ ვამბობ. მაგრამ ნუ ახლა შევეჩვიე უკვე რაღაცების კეთებას ამდენი ხანია. ხო, მეც მიყვარს ხო რაღაცეები. ისე აქტიურად შეიძლება არ იყო ჩართული ამ პროცესში ახლა, მაგრამ მე შემო აი აქ. კი ბატონო. ხო. ფიქრობ რომ საინტერესო მაინც დუელია შვეშ ჩავდგები. ხო, ნუ ახლა და ხა ესე არც შორეული არ არის თქვენი სამზარეულო. ხო, არა. ძალიან კარგი. ხლათ არა. ძირითადად რამ ხორცთან გიყვარს? მე მიყვარს ძალიან თევზი, ხორცთან ურთიერთობა, სალათა, მაგალითად. აი რაღაც წვნიან რაღაცები დიდად რო გითხრათ რომ სუფები დეგეთ რამე არა, შენთან? დავით? ხო, ნუ მე ცოტა რაღაცებს ვბედავ ხოლმე რაღაც. ეპარები ხოლმე. ეპარები ხოლმე. როგორც სიმღერას არ ვიცხომე, რომ შეეპარები და მე რომ შეაჟუჟუნებ, ხო? კარგია ამ საქმიანობის დროს პატარა წაღიღინება ხოლმე და უფრო კარგი გემრიელი გამოდის. რა თქმა უნდა, სუფრახი სიმღერის გარეშე არ არსებობს. მინდა წაგაცნო ჩვენი შეფები, ქალბატონი თამუნა და ბატონი თეიმურაზი. ესენი არიან ლობები, პირველი და მეორე ხმა. სიმღერაში. კი. მანამდე მობრძანდი ჩემთან, აი ახლა უნდა გაჩვენოთ რა არის ჩვენი ძირითადი ინგრედიენტი. აბა. რისგანაც მომზადებთ კერძებს. აჰა. ხედავ ლიმონი. ხათა შორის აი ბევრს მოგზაურობს ანსამბლი რუსთავი და თევზთან, იგივე ხორცთან არ არსებობს რომ ლიმონი არის. აბარა. თან მომღერლებს უყვართ ისე ყელისუსაც უყვართ. კი, გადასარეველი ლიმონი არის. ჩაი და ასე შემდგომ. პრევენცია არის ლიმონი საერთოდ. კი, და ბევრი ვიტამინებია. აი ახლა გთხოვთ მიბრძანდეთ შეფებთან და გეტყვიან რას მოამზადებთ. მიბრძანდით ბატონებო. აბა, დღეს მოვამზადებთ ორაგულს, რომელსაც გავუკეთებთ კარაქის და ლიმონის соуს, კლასიკური соусია. კი ბატონო. რომელსაც წვანე ხახვი ექნება და გარნირად გავუკეთებთ ბროკოლს, მოწალულს და მერე ზეითუნის ელჩი მოშუშულს. გადასარევი. წამზომი რო ჩაირთება, მე შევძლებთ უკვე დაწყებას. კი ბატონო. მიშო, ცოტა იმედებს გაგიცურებთ, ეხლა ლიმონს ვერ მოვასხავთ ხორცს, იმიტომ რომ უნდა გავაკეთოთ ლიმონჩელოს ტირამისუ და ვიქნებით ტკბილ მოედანზე. ძალიან მაინტერესებს იქ ამბავი. ლიმონს არ აქვს სეზონი, ყველა სეზონზე ესეთი აქტუალური ინგრედიენტია, ხილია, ზამთარში ცხელჩაის ცხელსასმელებს, ზაფხულში კი ცივს დესერტებს და ამ შემდეგ უხდება. ასე რომ გავშალოთ ფრთები და მოვამზადოთ. ძალიან კარგი. ლიმონჩელოს ტირამისუ. რას ვამზადებთ? ჩვენ აქეთა ფლანგმა კი. კი, აბა, საინტერესოა რას ვამზადებთ მიხ? დესერტი. ტირამისუს მოვამზადეთ ლიმონჩელოთ. აგიკეთები ოდეს მოდესეთი. პირველად. ამიტომ ეს არის პირველად ხდება ეგ ამბავი. მე მაინტერესებს ბატონი დავითი რას ამზადებს, ხომ? აბა ვკითხოთ, ბატონ დავით, რას ვამზადებთ? ჩვენ ვამზადებთ ორაგულის კერძს ლიმონის соуსით. ოჰო. შევშურდეს. დესერტისკენ დესერტისკენ. როლები გაგიცვლიათ, როლები. ეხა მიშოს თევზი მიყვარს და თევზთან ეხა უფრო ადვილად გამოვა, მაგრამ მე მაინც მიყვარს დუელი ისეთ გამოწვევებით სავსე, როგორც აი ახლა იქნება, იმიტომ რომ თევზის კომბინაცია აქეთ უნდა იყოს, ლიმონის აქეთ. აი ახლა ვნახოთ რა იქნება. კი ბატონო. დუელი ფინალში რა იქნება. აბა მანამდე მობრძანი ჩემთან მეგეტრით ჩემი სამზარეულოს წესებს ეს არის 20 წუთი გვაქვს დრო 20 წუთის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვამზადოთ კერძი იმ შემთხვევაში რომ ვერ ვასწრებთ და მივხვდებით ამას წითელი ღილაკი არის
მოვიხმობთ შეფები დაგეხმარებიან, დაგაკლებთ წუთებს, მაგრამ ხანდახან ხუჭავ ხოლმე თვალებს და მაგრამ ვერ დავხუჭავ თვალს, როცა უკვე დაგემოვნებაზე რომ იდგება საქმე და აქ კიდე დაუნდობელი ვარ, ყურადღებით ვიყოთ, წამზომი, ჩაირთო, დავიწყოთ. პირველ რიგში წყალი დავადგათ, რომ ის მოუშუშოთ, მოიწალოს. ჩავასხათ მაგაში წყალი. რამდენი სულ? კი. შეგვიძლია იქ დავდგათ. და ეს ბროკოლი შეგვიძლია ესე დავჭრათ. ესე უნდა მოვაც. მე ამებსაც გავჭრეთ ჩუას ეს. რითაც დავიწყებთ, ეს არის კვერცხი, გვჭირდება კვერცხის გული. ვერცხლისფერი ჭურჭელია შენს მარცხნივ. შაქარი მაქვს და ცოტა მარილი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარს დესერტში მარილის დამატება. ეხლა ორი კვერცხი ერთმანეთს დაარტყი. შუაში ცარიელი ჭურჭელი დაიტოვე. ცილა მაგ ჭურჭელში მოათავსე, გული საერთო ჯამში, სადაც შაქარი. აბა ეცადე. გაგითავისუფლებია კვერცხის გული ცილისგან. და ნახე, მოდი მაშინ ესე ვქნათ. ხო? აი ესე. ცალკე ხო? აუ, კი ბატონო. აი ეს გვჭირდება რა, გული გადაუშვათ, აი აქ. დიახ. ანუ კვერცხი ერთი უნდა იყოს, ხო? არა, 4-ვე გვინდა. 4-ვე, კი ბატონო. მაშინ ვაგრძელებ ამ. ან თერმულოთ უნდა დავამუშავოთ, დაახლოებით 65-70 გრადუსამდე უნდა ავიყვანოთ ორთქლის აბაზანაზე, რომ ესე მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს კვერცხი კრემში. კაი? კი ბატონო. ესეც კარგი მეთოდია სხვათა შორის კვერცხის გულის და ცილის გაცალკევების. საინტერესოა რა ხდება ისიც. აქეთ მიდის ბროკოლთან მუშაობა, რომელიც მე ძალიან მიყვარს ბროკოლთან. შეხებაც კი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლო. შაქარი გოგლი-მოგლივით ცალკე გათქვიფე და მერე დავდგათ ორთქლზე, რომ უკვე ტემპერატურული დამუშავება დავიწყოთ, კაი? როგორც კუპულოზულად. კარგი ისეთ სიმშვიდე აქვს და არა, ხო, და უხდება ამ საქმეს ფრთხილად. ნუ გავიწდება რომ თავადი შვილია კიდე ყველაფერთან ერთად. ნიშნულოვანი ეტაპი გადალახულია. ეგ უნდა გავაერთიანოთ ახლა ავთქვიფოთ. კი ბატონო. ათქვიფე. მიდი. არა, ათხოვე, მე გასა. აბა. დაახლოებით. აი ეს უფრო ადვილი. აი, კი. გოგლი-მოგლის ფრანგული სამბო. ტექნიკები იცის. ფრანგული კონდიტერი გოგლი-მოგლი ტექნიკები. გიყვარდა ბავშვობაში. ჩემს ძმას უფრო უყვარდა. კი, ხო? მე დიდად ძალიან ტკბილი, ესე ძალიან არ მიყვარდა და ის ჩაყრი და რამდენ შაქარს არიცინდა. მე ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ ბებიაჩები ამბობდა რომ ბავშვისთვის ეს ძალიან სასარგებლოა. კვერცხი და რაღაცა პურზე და იყო დიდი ამბავი. გოგლი-მოგლი კარგი ასუქებს. ხო. ძალიან კალორიულია. ესია ხო თამუნა? დიდ რისკზეც მიდიოდა ისთავობა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ბაქტერია კვერცხში და ხო, აი ეგეც არის, კი. ეხლა მე მაგალითად ვერ ვაჭმევ. ხო, იმ პერიოდში კვერცხი ძალიან ისეთი იყო. უსაფრთხო იყო და ნაკლები. უსაფრთხო იყო და ყველაფერი დაცული იყო. დავდგათ ახლა ორთქლის აბაზანაზე, გააგრძელე მოძრაობა, სულ უნდა იმოძრაოს, რომ არ შედედდეს, ხო? ზევიდან ვადგან, ხო? რო შეატყობ, რომ შაქარი გადნა, არ არის პირიქით ტემპი შეინარჩუნეს, აი ეს მშვენი თუ დაიღალე, მე შეანელე. ვითომ ღერი და სუნთქვა დაამუშავებ. დიახ, ეგარი. ხო, სუნთქვას ავიღებ, შემდეგ გარკვეული დროით. აი, გარკვეული დროით ყველა დროის. საქმეში შეიძლება პარალელიც გავლება, მათ შორის. დავით, როგორ მიდის საქმეები შენთან? კარგად. რამდენი წლის იყავი პირველად, რომ აი გაიმღერე? როგორც დედამ მომიყვა, რომ დაახლოებით რაღაცა გამღერებით ადრე, მაგრამ აი 3 წელს ყოფილა რომ მისულა ფორტეპიანოსთან და დამეწყია აწყობა ცალი თითით მელოდიის. მოცარტ. მელოდიის აწყობა და მე უკვე აღარ დამაკმაყოფილდა ჰარმონიული სმენა მქონდა ბავშვობიდან და აღარ დამაკმაყოფილა ამან და უკვე ხმები მომინდა ხმები და თითმა აღარ აქედან მე ბანი მეცი მეორე თითით ოჩა აი ესე და მე სხვა შორის ეს შემატყვეს და რაღაცა 5 წელს ვიყავი რომ ფორტეპიანოში დამაწყებინეს მომზადება პედაგოგთან უკვე. ვინ იყო პედაგოგი თუ გახსოვს? როგორ არ მახსოვს? ლენა ხარაბაძე, ასეთი პედაგოგი, მესამე მუსიკალური იყო ოპერის წინ რო ადის. დიახ, ატარბეგოზე. ჭავჭავაძე მე გზემოთ. ხო. აი იქ იყო და მოკლედ აი ლენა ხარაბაძესთან მოუხდი სხვა შორის 7 წელს ვიყავი რომ ჩავაბარე და უკვე ბახს უკრავდი ორხმიან ინვენციას. რომ მოვედი სახში, დედაჩემი მანახა რომ სიებში არ ახარო. ანუ პირველ კლასების სიაში არ ვიყავი და
დაურეკა ლენას, ქაპტონ ლენა არ არის დათო ისა სიებში და ეთყობა ვერ დაუკრავ ხო და რას ლაპარი მეორე კლასშია ჩარიცხული. ოჩახ ესე მოკლედ აი ეს ჩემ ფორტეპიანოსა შეხება ასეთნაირად იყო. სიმღერა დათო? სიმღერა სხვათა შორის ნუ ხა სულ მღეროდი და ესე იგი მე არტოს ბაღში ნათელა ჯიღაურმა ჩამოყალიბა ბავშვთა ანსამბლი იქ მოხდი სხვათა შორის და მე დავარქვით მირანგულა მე გადავედით ჩვენ პიონის სასახლეში და ეს მირანგულა დიდხანს უკვე ვარსკვლავიც გაუხსნეს ძალიან ცნობილი ხო მირანგულა აქ გავიზარდე მირანგულაში პირველ თაობაში მე ისე როგორი პერიოდი იყო ესე იგი არტოდან მე პიონერთა სასახლეში შემდგომ უკვე ანუ ეგრეთ წოდებულ მუსიკალურ ან მე კონსერვატორიებში უკვე აი ესე იყო ხოლმე უკვე მე თავიდან დავამთავრე ტექნოლოგიური ფაკულტეტი სასოფლოში დაკონსერვების და ღვინის ტექნოლოგია ხედავ მე ვიცინი ხოლმე დაკონსერვებიდან კონსერვატორიაში ჩავაბარე პირდაპირ პროფილით ღვინოს პირდაპირ სიმღერა უხდებ ასე შემდეგ პირდაპირ პროფილი ჯგუფელები არიან ღვინის ქარხის დირექტორები და ასე შემდეგ და ასე მთელი ეს მოცული აქვს ეს სივრცე რა კარგით მიხედეთ მათ საქმეს ხა რაღაცე ბავშვობა გამახსენა ეხა აი ამ ამბებმა იმიტომ რომ დედაჩემს უყარდა ტორტების მომზადება და დამაყენებდა ხოლმე ესე აქ და მე მორთვის დრო რომ მოდიოდა ხო სპეციალურ ესეთი და აი იქიდან მიყვარდა კრემის გასინჯვა და სხვადასხვა ფერის ხოლმე და გაგახსენდა ახლა ბავშვობა ხო აი მუსიკალური ოჯახიდან ახარ მიშა ხო თეატრსონე იყო დედა მამა მოცეკვავის უფიშვილების სიმღერასაც შეეხება მთელი ცხოვრება ჩართული იყო ანსამბლი რუსთავი. ახლა დღეს რომ ამ პოზიციიდან უყურებ ხოლმე და რომ ვიხსენებ, როგორ მიყვებოდნენ პატარაობაში. მე ჩანაწერები მაქვს, მამა ჩემი წერდა ხოლმე, ჩემი და ჩემი ძმის თამაშს ეს სახში და სულ იყო ჩართული ჰამლეტ გონაშვილი. ოხ. აზორ ერქომაიშვილი. დიდებული მეუღერლები. მე ლევანი მოხდა მართვეში და რეპეტიციებზე დავყავდი თურმე მამას არტოს ბაღში და იქიდან რაღაც სიმღერებს ეს არტოს ბაღი არის შეუძლელი ადგილი სადაც ჯერ მოხდი თეატრში გოგი თოდაძესთან ერიკებში ვითამაში პატარა უფლისწული ოჰო რამდენჯერმე ვიყავით გასტროლებზე და ავიღეთ ბავშვთა თეატრალური ფესტივალები პირველი და გრან-პრი და საუკეთესო მსახიობი და მთელი ამბები და მე უკვე რატომღაც ისევ ესე იგი ლევანი მიიყვანეს სიმღერაზე და შენ არა მე ვთქვი რომ მინდა სიმღერა აი უცებ ვთქვი რომ მინდა სიმღერა და მოხდი 22 მუსიკალურში რომელიც იყო მართვეს ბაზა სკოლა თამაზ ანტღულაძე რომელმაც ჩვენ გაგვზარდა და აი იქიდან ხედავდი ანზორ ერქომაიშვილს რომელიც მოდიოდა საგალობლებს გვასწავლიდა 22 ბანტორ ანზორმა როგორი მოდი ასე ვთქვათ, რაღაც ნერგი დარგო, საიდანაც აღმოცენდით მე დღეს ვინც ახართ უკვე წამყვანები. და შემდეგ უკვე პროფესიული მიმართულებით უკვე კონსერვატორია და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი საწყისი ჩემი და ჩემი ძმის ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებისთვის, ყველაფრისთვის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უკვე მუსიკას. თეატრს, ხელოვნებას, აი ამ წიაღში გავიზარდეთ. ამ წიაღში გაიზარდეთ. აი პირველი შეხება პროფესიონალ მუსიკასთან როდიდან დაიწყო? წეგან ვახსენე 22 მუსიკალური იქ რა თქმა უნდა მეორე კლასში დათოც ამბობდა წეგან ხო სადღაც მეორე კლასში დამსვეს, მეც ასე მეორე კლასში ჩავირიცხე პირდაპირ და იქ დავიწყეთ უკვე ფორტეპიანოს შესწავლა, მაგრამ ქალბატონი ინოლა გურგულიას მეუღლე მიხეილ შუღლიაშვილი იყო საერთოდ განსხვავებული პედაგოგი. მახსოვს როგორ ხსნიდა მოცარტის მუსიკას, ბეთჰოვენს, შოპენს, როგორ თამაშით შედიოდით ამ კლასიკიდან აი იმ სიღრმეში, რომელიც ეს რა საინტერესო რაღაც ბრძანე ახლა. რაღაცა ის მეთოდოლოგია კარგი იყო, რომ კლასიკიდან მიდიოდით უკვე ამ ფოლკლორამდე და ახლა უმეტესობას ვინაც არ არის ჩახედული ამ საქმეში, გონიათ რომ სიმღერაზე პირველი, მეორე, მესამე იმღერებ, ის არ არის საჭირო, ასე შემდგომ, ასე შემდგომ. საერთოდ სხვა მუსიკალურ აზროვნებას აყალიბებს. აი ბევრია, შეიძლება სამწუხაროდ თქვა, ბევრია ისეთი შემსრულებელი, რომელიც
კლასიკურ მუსიკას, კლასიკურ ჰარმონიას არ იცნობს. რა თქმა უნდა. და არიან ისინი, რომლებიც ამ ქართულს არ იცნობენ მრავალხმიანობის ამბავს. არის ეს, როცა აი ეს ერთობაში მოდის, იქ ძალიან დიდარი მუსიკალური აზროვნება გეთანხმები აბსოლუტურად. როგორც ხალხური სიმღერის, თქვათ, შესრულების და დამუშავების კუთხით ჯერ ის აუცილებელია, ხო? იმიტომ რომ ნოტის კითხვა ადამიანს უნდა იცოდეს დღევანდელ დროს აუცილებელია ეს ყველაფერი და თუნდაც აი კლასიკური მუსიკის მცოდნე დირიჟორები, კომპოზიტორები მაგალითად, ქართველი კომპოზიტორები, რომლებიც ქმნიდნენ ქართული ხალხური მუსიკალური თემების და კილოკავის გამოყენებით დიდ მუსიკას. აი ესეთი ტრადიციის ანსამბლი ჩაიბარი. ესეთი დიდი ტრადიციის, რომელიც არა მარტო საქართველოს მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ანსამბლი. არ დაიწვა დავით, არ დაგგრუპო. ჯერ კიდევ ჭირდები ქართულ სასიმღერო და რუსთავს და ყველას. აი რა ახალი მიდგომა გაქვს? იმიტომ რომ არ არსებობს ხელმძღვანელი, რომელიც ახალი ხედვა არ კონდეს, ახალი რაღაც სისხლი, ახალგაზრდა ხარ, შენი ხედვა გაქვს, შენი პრინციპები გაქვს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩვენ დასაწყისად საუბრობდით, ხელმძღვანელობა ძალიან ძნელია. ხანდახან გავიწყდება რომ შენ უნდა იმღერო, მე ერთხელ მახსოვს, რაღაც ჩემ დადგმულ სპექტაკლში შევედი, უცებ. და გამოვიხედე როგორც მსახიობი კი არ თამაშობდი, ისე ვეძებდი, რაიმე ვინმეს ის არ დაავიწეს ესა და სულ მავიწყდებოდა ჩემი რეპლიკა. ბოლოს ბარდაკა ხემთრა გოჩა შენ ახლა თამაშობ ამას. ხაშوارჯი კონცერტი ქონდა ჩვენ ცოტა ხნის წინ და მე როგორც შემსრულებელი, რაც ჩემთვის დისკომფორტია ძალიან, ამას ვაღიარებ, როგორც შემსრულებელი, მე ისე ვერ ვფიქრობდი. არ ვერ ვფიქრობდი როგორ ვიმღერებდი მე ახლა იმას და ასე შემდეგ. ვფიქრობდი ბიჭები როგორ ვიმღერებდნენ და აი მათზე მქონდა ეს აქცენტი გადატანა. რაც შეეხება მიდგომას. ასეთი ისტორიის ანსამბლია, ხო, ანსამბლი რუსთავი, რომელიც დაარსდა მომღერლების შემადგენლობით 1968 წელს და შემდეგ რამდენიმე წლის მერე მოცეკვავეთა ჯგუფი შეუერთდა. აუცილებლად ვახსენოთ რეზო ჭოხონელიძე, რომელიც ქორეოგრაფი იყო ბატონი ფრიდონ სულაბერიძის მისვლამდე და შემდეგ ბატონი ფრიდონ სულაბერიძე. ისე სულმალე იუბილე ექნება ანსამბლს. 2028 წელს ანსამბლი ხდება 60 წლის. და აი ეს ამხელა ისტორია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ კი დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუნესკომ აღიარა ქართული მრავალხმიანობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და ეს სტატუსი აქვს, ხო? ეს არის ანსამბლ რუსთავის და ბატონი ანაზორ ერქომაიშვილის უდიდესი დამსახურება, იმიტომ რომ ამ პროექტის წარმდგენი იუნესკოში იყო ანაზორ ერქომაიშვილი და ნათელა ლაღიძე. ბატონი ნათელა ლაღიძე. კი ბატონო. რომელიც დღემდე ასე გვიდგას მხარში ჩვენ. ბატონო. გარდა ამ ერთი ფაქტისა, პარიზში ვარ და ხევცემ გამასე კაპიტან ნათელას შევხვდი, ძალიან დიდი მეგზურობა გამიწია, ყველა მუზეუმში მქონდა იუნესკოში შევდიოდი და ყოველთვის მიმართავდი მადამ ლაღიძე. და ის იყო პრესტიჟი, რომ მადამ ლაღიძეს ხელმოწერილი ამით დავდიოდი, რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მივესალმებით აქედან კაპიტან ნათელას. და როცა უკვე აი ამ ხელა ბრის ხელმძღვანელი ხდები? მართალი გითხრათ, სულ ვიხსენებ ისევ ბავშვობის პერიოდს, როცა მე სახლში ვთამაშობდი და რუსთავის ჩანაწერები იყო ჩართული და დღეს ამას ვფიქრობ, რომ ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. ერის წინაშე გაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ აი ეს მე რუსთავს უყურებ როგორც სვეტიცხოველს, ჯვარს და გელაც, იმიტომ რომ აი ეს არის ძეგლი, რომელსაც როგორც კი მოინდომებ, რომ რამენაირად რაღაც პატარა შეუცვალო და ცოტა სხვა თავარქვათ ამას თანამედროვე სტილისტური ნაწილია. იქ ხდება დისონანსი. ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მე რო ვისმენდი ანსამბლ რუსთავს იმ ბალანს რო ვისმენდი, თაობები იცვლება. სხვა ბიჭები რო დადგებიან, აი თვალს რო დავხუჭავ, ბალანსი შევიგრძნო ისევ ის. ამის ურთულესი მისაღწევია ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ მე მიხარია ის, რომ აგერ 40 წელია უკვე ანსამბლის წევრია. 40 წელი წარმოიდგინეთ, ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ კი ბატონო მოირგო ჩოხა ანსამბლ რუსთავის ბატონი ანზორის მიწვევით და დღემდე ასე აი ესე ძმურად აგრძელებს გადავედი ხა ბატონ დავითთან. ეს არის ჩვენი ამბავი, რომ ამ თაობებს შორის შევინარჩუნოთ ეს კლასიკა, რაც არის, მაგრამ შევფუთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ თანამედროვე მსმენელი მაყურებელი იყოს დაინტერესებული. ბატონ დავით, აი პირველი შეხება ანსამბლ რუსთავთან. აი პირველად, აი როგორ მოხდა? ვინმე დაგირეკა, ვინმე მიგიჭა, ვინმეს რეკომენდაცია იყო თუ რა იყო? აი ეს მომიყევი. გოჩა ბატონო, გეტყვით. ესე იგი, მანამდე მღეროდი მე
ნუ ჯერ თემურ ქემხიშვილთან ტელევიზიის გუნდში, შემდეგ უკვე გოგი დოლიძემ თავის ადგილზე მიმიყვანა ფაზისში, იმიტომ რომ ჟურნალისტთა გუნდი რო შეიქმნა, აი მაშინ ფაზისში შეებოდა მეორე ხმის გარეშე და ბატონ ლევან ღვინჯილია კი და ლევან ღვინჯილიამ და გოგი დოლიძემაც დაამირეკა, მოკლედ ლევან ღვინჯილიამაც დაამირეკა, რომ დათო გეხოთ მოდიო რა ჩვენთანო და მაშინ ქემხიშვილის გუნდიდან მე გადავედი ანსამბლ ფაზისში. სადაც აი ესე მღეროდი 20 წლის ვიყავი, რომ მე პატარა ბიჭი. ხო, 20 წლის ვიყავი, რომ უკვე მოსმენაზე მივედი, 1 წლის გარდაცვლილი იყო ჰამლეტ გონაშვილი. და მომისმინა ბატონ მანზორმა და მითხრა ხვალიდან ივალი რეპეტიციებზე. 1 წელი იყო კასტინგი, ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალების შემდეგ კასტინგის დროს არავინ არ აიყვანა, იმიტომ რომ ყველა მოდიოდა და ბაძავდა ჰამლეტს. გასაგებია. და უნდა რაღაცნაირად რომ გამეორებულიყო ის რაღაც ეს სისულელე ძალიან დიდი, იმიტომ რომ იმდენად დიდი ინდივიდუალიზმი იყო. ჰამლეტი იმდენად დიდი ინდივიდუალიზმი იყო, რომ აი ყველა რაღაც საწოდავი კაპიროკისებაში იყო რა მდგომარეობაში და ხო რომ მივედი გზელი კახური მრავალჟამიერი მამღერა. ხო და მაშინ ვოკალში ისი ამბობ გეგონება ძალიან ადვილია გზელი კახური მრავალჟამიერი ისი ამბობს და მაშინ აი ახალი დაწყებული მქონდა ვოკალში და მეცადინეობა და ნუ კარგად ბოდო გუგავას უთხრა რომ ნახევარტონით მაღლა დაიწყეო და გავყევი ბოლომდე და მოვიდა აი ეს მახსოვს რა აი ესე ჩამეხუტა აი ესე იცოდა ხოლმე აი ესე ჩამეხუტა და ხვალო იულიო ხვალ მოხვალ რეპეტიციაზე იმ დღიდან ანსამბლ რუსთავში ვარ და რო წამოვედი თავს არ უჯერებდი რომ მე ხეთ ჩემთვის რაღაცა საოცრება იყო ანსამბლ რუსთავი აი მიშომ კარგად მოყვა რომ აი მეც მასე გავიზარდე სულ ჩემთვის იყო საოცნებო ლასკალა იყო ჩემთვის ლასკალა იყო აი რომ უკვე დაიწყე სიარული და უკვე მივხვდი რომ თანდათანობით ხდები ანსამბლის წევრი გაცნობიერებული თავიდან ქონდა თუ არა და თავიდან რომ მოვედი ჰამლეტის გარდა ყველა იყო ძველი თაობა ყველა დახვდა ყველა აბსოლუტურად მათ შორის ირაკლი მათიკაშვილიც იქ იყო და სულ ყველა ნუ აი ეს გუგავა და არა გუგავა და მე და გუგავა ერთ ნომერში ცხოვრობთ ხოლმე საერთოდ უცხოეთში ხო ძველი თაობა სულ ყველა რა მიგიღეს ძალიან თბილად მე ის სიტყვა დღესაც მახსოვს როგორ მოდიოდა ხოლმე ნუგზარ გელაშვილი მარიგებდა რაღაცებს ომარ კელაპტრიშვილი სულ მელაპარაკებოდა ანსამბლის ტრადიციებზე მელაპარაკებოდა თუ როგორ აი გასტროლებზე როგორ მოქცევა ჩაცმულობა ველაფერი ხო რაღაცა ესეთი შესუგამგან საქართველო აი ესე და იცი რა რიგ შემოგოჩა აი ეხლა აი ახალგაზრდა თაობა მიშოს ხელმძღვანელობის პერიოდში ისეთი ნიჭიერები არიან ახალგაზრდა თაობა და მეც ვცდილობ რომ ის გავიმეორო როგორც დამხდნენ მე მაშინ რუსთავში და რაღაც აი ამათ ესეთნაირად რაღაც გადავცე ის რუსთავის ტრადიციები და აი როგორი ხელმძღვანელია ჩვენი ბატონი მიხეილი ხო? მიხეილი არის დიდი პროფესიონალი ეს თავისთავად კაცია? სიმკაცრე არა სიმკაცრე კი არა სიმკაცრე არ არის აქ არის სხვა რაღაც სხვა დონე არის ეხლა ჩვენთან ეხლა ეს არ არის ბავშვთა ანსამბლი და რაღაც მაგრამ სულ ყველას გვაქვს გააზრებული რომ აქ უნდა კეთდება საქმე ყველას აქვს თავისი ფუნქცია აბსოლუტურად და ხელმძღვანელს ხელი უნდა შეუწყო ყველადაირად რომ ეს თავისი რთული ფუნქცია ურთულეს ფუნქციას გაართვას თავი ეს არის ერის საგანძური აქ როგორც კი ხდება შენეული ჩარევა აი ეს კილოკავით რაღაც უჭდება იმ წუთას ეს საქმე აქ არის ხური და აქ არის გემოვნების ამბავი ზუსტად მაგაშია საქმე რომ მიშო აგძელებს რუსთავის, იმიტომ რომ მის ხელში გაიარა მთელმა ჩანაწერმა ამერიკული პროექტი, რა ვიცი მთელი წლების განმავლობაში 10-15 წელი აზორის არმოცილება გვერდში, აი მართ ერთად აკეთებდნენ ამხელა პროექტს, ეს ჩანაწერები ყველაფერი და თვითონაც ამ სტილის მომღერალია, როგორც რუსთავს შეეფერება და ასე რომ ჩვენ ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს და მე მოსვენებული და დასვენებული ვარ რომ როცა მე წავალ ანსამბლიდან უკვე კარგ ხელში არის ანსამბლი. ჯერ ადრეა შეინწასვლა, Coca-Cola მივირთვათ. Coca-Cola არის ჩვენი სპონსორი, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენი მეგობარია, ჩვენი პარტნიორია. აქ არის წარმოდგენილი როგორც კლასიკური, ისე უშაქრო Coca-Cola და რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილე დავით ყველაზე მთავარი, მსოფლიო ჩემპიონი და ნახეთ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების
დროშებით არის წარმოდგენილი. მივით Coca-Cola, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას მოგანიჭებთ, ძალიან გაგახალისებთ და გაგაგრილებთ. მივირთვათ Coca-Cola, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით. დაბრუნდით რეკლამის შემდგომ. მიშო, აი რომელი მსმენელს გამოარჩევდი, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენჯერ გაქვს სოფლიოს ირგვლივ შემოვლილი, ხო? აი რომელ მსმენელს? იმიტომ რომ სპეციფიური მსმენელიც არის საჭირო. მე ერთს გავიხსენებდი. მაშინ უბრალოდ დამსწრე ვიყავი, ეს არის ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი ბერლინში, რა თქმა უნდა, და მე მახსოვს რამაც დამშოკა, იმიტომ რომ კონცერტი იწყებოდა 4 საათზე. იქ იმ დარბაზში რამდენიმე კონცერტი იყო, განაწერებული ჩვენ 4 საათიან პროგრამაში იყო. კი ბატონო, და თუ არ ვცდები შოსტაკოვიჩის სრულდება. სცენის მაღლა საათი არის ჩართული, რომელიც ითვლის. ზუსტად როცა გახდა, ნახევარი იყო რომ შევედით უკვე დარბაზში, ამხელა დარბაზში ძალიან ჩუმად შემოვიდა ხალხი. არანაირი გადალაპარაკება, არანაირი ზედმეტი ხმა იყო, თავისი ადგილი დაიკავა. ზუსტად 3 წუთით ადრე, 4-5 წუთით სადღაც ეს დაახლოებით გამოვიდა ორკესტრი, აეწყო ყველაფერი და როგორც კი 4 საათი შესრულდა, დირიჟორი გამოვიდა. გამოვიდა დირიჟორი. და ნუ აი ეს იყო ეს არის გერმანული ცნობილი პუნქტუალურობა. და მე ჩვენ მქონდა სხვადასხვა ღონისძიებები ძალიან ისეთ მასშტაბურ საკონცერტო დარბაზებში, ჰამბურგის ფილარმონიაში ვიყავით, როცა იგივე მდგომარეობა იყო ზუსტად და აქ მივხვდი რომ აქ კულტურა მსმენელს აქვს სხვანაირი. მე ახლა გამახსენდა ვენის დარბაზში ვიყავი და დირიჟორობდა მაზელი მალერს. ის ზუსტად ესე იყო. ჯერ ერთი მეგონა რომ დაახლოებით 100 ასოციკაცი იყო ორკესტრში და მეგონა რომ ერთი უკრავდა. მე მსგავსი ჰარმონია ჰარმონის ერთი ინსტრუმენტი მეგონა საერთოდ უკრავდა. საერთოდ სხვა დამოკიდებულება და კულტურა. კიდე გავიხსენებდი ლაიფციგის გევანდჰაუსში გამოსვლას, სადაც გაგვაფრთხილეს რომ თქვენი სიმღერები ახლა 3 წუთიანია ხო 4 წუთიანი სიმღერებს შორის სტაჟს არავინ არ დაუკრავს. და ახლა როგორია ჩვენი მომღერლებისთვის წარმოიდგინეთ და დამთავრდა ნადური გავიტანეთ ყველაფერი და უცებ არაფერი არ ხდება. პირველივე სიმღერის შემდეგ დაიქცა დარბაზი. თუ მის გულს და მის ემოციას მოედო, გინდა გერმანელი იყოს, გინდა შოტლანდელი, გინდა ინგლისელი, გინდა ამერიკელი, ყველას აქვს რეაქცია პირველი. და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბოლო აი 1 წლის პერიოდს გავიხსენებ, როცა მეორეჯერ ანსამბლი რუსთავი ლონდონის საოცარ დარბაზში Royal Albert Hall. მეორეჯერ მოუწია ანსამბლ რუსთავს, ჯერ უფროსი თაობის წევრები იყვნენ დიდი ხნის წინ და ახლა ჩვენ მოგვიწია იქ სიმღერა. ეს იყო საოცრება. საოცრება იყო, ჯერ როგორი მსმენელი, როგორი დამოკიდებულება, შენ თვითონ რო ამაღლებული ხარ, კიდე კი აღარ ნერვიულობ, რა თქმა უნდა, ეს ხელო არის ადამიანის სცენაზე რო დგას, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაც ირთვება შემდეგ შინაგან მდგომარეობაში, განწყობაში და აი ერთად ვიდექით და აი ერთად გავიტანეთ. აი ორივე შეგეკითხებთ. აი ასეთი გამოცდილების მომღერალია დავითი და არც ჩვენ არანაკლები უკვე. აი არის სიმღერა რომლის შესრულების წინ ღელავ? ეხლა მეტყვით რომ სულ ყველას, მაგრამ აი მუდმივად რომ რომელი აი გაქვს რომ აი მე ვფიქრობ ალბათ ჩემ თავს თუ დავაკვირდები, როგორც შემსრულებელი ამ შემთხვევაში გურული სიმღერების შესრულების თქოს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ ჰარმონიას და ამ პოლიფონიურ უმაღლესწრებას უნდა გადაცემა ზუსტად. იქ როგორც კი იქ არატემპერირებული წყობაა, ხო საერთოდ ეს არ არის. ვერ გაიგებ რა აკორდი, ბევრჯერ გქონია რომ რა აკორდს სვამთ აი ამ ადგილას მაგალითად. ეს არის კვარტკვინტ აკორდია, ნონ აკორდია, არა. საერთოდ სხვა, ამიტომ ამაზე უფრო მეტად ვფიქრობთ. რა თქმა უნდა ლირიკული სიმღერების დროს, დათო როცა მღერის ან ბიჭები როცა მღერიან, ყუნჩში უნდა გაძრე. და აი ამ როგორც აი ამ ბალანს როგორც კი აცდების უკვე დადის რა თქმა უნდა. დაწყება არის ყველაზე სანერვიულო ხოლმე. აბა დავით, შენთან რა ხდება? რომლის სიმღერი მე გიცნობ შენ და სულ უკმაყოფილო ხარ, სულ აი მოდი ესე ვთქვა, გურულად კუთავს. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მარტო ერთი სტილის სიმღერები ვიმღეროთ. ისე როგორც ადრე იყო რუსთავში დაუშვათ, ბატონ ჰამლეტს ჰქონდა თავისი ნიშა და იმის გარდა არაფერს არ ვღეროდა, ყელი ჰქონდა ერთ სტილზე დაყენებული, ასე ვთქვა და ჩვენ გვიწევს აი მაგალითად ეხლა ახლანდელ კონცერტში ხო ეხლა ხანს კონცერტი გქონდა მომიწია სვანური
სიმღერა. კი ბატონო. იქ სულ სხვანაირი წყობა, სხვანაირი ემოცია და ხმა ჭირდება. კი ბატონო. და შემდეგ ამის შემდეგ ეგრევე მომიწია უკვე ოროველას შესრულება და აი ყელის გადაწყობა ყველაზე მთავარი. მაგაზე ნერვიულობ ხოლმე ყელის გადაწყობაზე. კი, გურული სიმღერა სხვა რაღაცა, მეგრულ სხვა. კი, აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში არ შემომაქ განსახილველად გალობის შესრულება, იმიტომ რომ იმას საერთოდ სხვა აბსოლუტურად. ეს კიდე სხვა ამბავია. აბსოლუტურად სხვა თემაა. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, როცა სიმღერის დროს ტექსტი ავიწყდება. ზოგიერთი რომელს ავიწყდება ტექსტი? მაგრამ სახელდაგვარს ნუ დავასახელებ, მაგრამ ავიწყდებათ, ხო? ზოგიერთს ხანდახან, ისიც ხანდახან. მე მქონდა იგეთი მომენტი, მარტო ვდგავარ სცენაზე, კონსერვატორიის სცენაზე და ვასრულებ ურმულს. აჰა. თქვი დასაწყისის ტექსტი მეორე და მესამე არ ვიცი. აღარ გახსოვს. ტემპარი თავიდან დავიწყე და შემდეგ სხვა ტექსტი შევიდო და სხვათა ამასინათ ნახე ინტერნეტში კლასიკური ძალიან ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მომღერალი მღეროდა ეს იტალიურ სიმღერას მაია დაიწყო და გაჩერდა და დივიჟორი მეორე კუნძულზე ვეღარ შედის და დივიჟორს ევნებ აქო რა ტექსტი მაქვს და დარბაზი მოკდა სიცილით გამახსენდა ბავშვობაში ჩვენ მომღერალი ოჯახი ვიყავით და აღარც მამა ცოცხალი აღარც დედა მაგრამ ხმებს ვანაწილებდი ხოლმე დაკარ და მამაჩემს მეცი მარტო ეს პარტია დაკარ და მე ჩემი ღერად პირველ მეორეს და მამა გაჩერდა და რა იყო მეთქი და სიტყვები დაბავიცა აი რა ხდება ამ დროს გონებაში როცა აი შეიძლება წლები ასრულებდეს სიმღერას და უცებ დაგავიწყდება ამასაც ოსტატობა უნდა რომ გამოძვრე ამ მდგომარეობიდან მსმენელმა დაინახოს რომ შენ მონსერატ კაბალია. აი ისე წაიყვანდა ხოლმე კონცერტს, ამიტომ რომ ძალიან ბევრს ღეროდა გერმანულად, ფრანგულად, ნუ იტალიურად თავისად, ესპანურად ხან ერეოდა ხოლმე როგორც კი დაიწყო და გერმანულად და უცებ თქო არა ფრანგული მუსიკა და დარბაზთან ისეთ კონტაქტში შედიოდა რომ ეს ძალიან უშუალობა ხიბლავდა მაყურებელს. გენიოსი მომღერალი. ფათაშორეს აი ეს ენებზე სიმღერა, ხო ჩვენ რუსთავს ქონდა და გვაქვს ტრადიცია რომ სადაც ჩავდივართ იქაურ პოპულარულ სიმღერას ვასრულებდა. რატომაც მიწევდა ხოლმე მე, სულ სანამ მიშო მოვიდოდა. და სულ მიწევდა ხოლმე დავთვალე ამასინა 17-18 ენაზე დაახლოებით მაგარი. სხვაშორის იდეა, შეიძლება კაი კონცერტი გააკეთო. დავით გველესიანი სოფლიოს უმღერის და ორიგინალურ სოფლიოს ხალხთა სიმღერები. სოფლიოს ხალხთა სიმღერები. სხვაშორის ძალიან კარგი კონცერტი ქონდა ეხლა დავითს ბათუმში. ძალიან წარმატებული. მთელი მისი მეგობრები იყვნენ ამ მის საიუბილეო კონცერტზე ბათუმში ჩატარდა. მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა შენ კონცერტში. ასევე მინდა მადლობა მიშოს გადაუხადო და რაც თავარია ჩვენი კონცერტის მთავარ რეჟისორს ბატონ გოჩაკაძეს. დიდი მადლობა. შესანიშნავი კონცერტი იყო და წინვალე მსმენელი ყავს ბათუმს და მე ვფიქრობ რომ ეს კონცერტი შენს მიერ მოფიქრებული, ჩატარებული კიდე უნდა განმეორდეს. მრავალ წელი გემღეროს დავით, იმიტომ რომ წინვალე მომღერალი ხარ და ძალიან მაღალი პროფესიონალი ხარ. ჩემთვის მაინტერესებს მე აი შენ და შენი ძმა თუ ჩხუბობდით ბავშვობაში? ვაიმე. კი ხო? საშინლად. კი. ძირითადი მაწვალებდა ძალიან მაწვალებდა. აჰა. და ნუ ქონდა ესეთი როგორც კი ჩვენი მშობლები სახლიდან წავიდოდნენ და ჩვენ ხვდებოდით, ნუ იქ ხდებოდა მე და ჩემი ძმის ისტორია მახსენებ ესე რომ ერთ ამბავს გავიხსენებ. ნუ აი ამ წვალების მერე ნუ ხა ბევრ მოგზაურობაში დადიოდა მაშინ მართვე და ესეთი ოთახში მაქვს ეს აფიშა კონსერვატორიის თბილისის კონსერვატორიის სცენაზე ესე რიგებად დგანან ბიჭები შუაში ბატონი ანზორი არის და თეთრ პერანგებში არიან წევრები და ეს კედელზე იყო ესე გაკრული ჩემი მეგობარი ლევან სანებრიძე ჩემი ბავშვობის მეგობარი ბაღიდან მოყოლებული მეგობარი ჩემთან დარჩა და უყურებთ ახლა ამას და რაღაცნაირად აი კარგად ჩანს ყველა სათითაოდ და სახში მქონდა ესეთი პატარა შუბი. აჰა. დაიწყეთ ამის მიზანში ამოვიღეთ ყველა. და ყველას ვესროლეთ. აჰა. დავანებით მე თავი ჩამოვიდა ლევანი. აჰა. შევიდა ხედავსო სახე არა არის. ყველა დახრეტილი. აი იქ იყო ყველაზე ცუდი წვალება. კულმინაცია. კი ბატონო. ნუ ჩვენ საერთო მეგობრები ძალიან ყოველთვის ცნობილი ტელეწამყვანები, უფროსი თაობის და ასე
ერთი სამეგობრო ვართ ძალიან დიდარი, ძლიერი და ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი, რომ მეც და ლევანის სამეგობრო არის ერთიანი. ჩვენ არ ვამბობთ ლევანის მეგობარი და ასე შემდეგ და ეხლაც ვაწვალებთ ხოლმე რა ერთმანეთს ესე მეგობრებშიც და ასე შემდეგ, მაგრამ ასე. აი ეს მთის სიყვარული საიდან გაჩნდა, საიდან გაქვს? იმიტომ შენ უცებ შეგიძლია კონცერტის შემდეგ დაღლილი როცა შეიძლება და უცებ თქვა აბა წავედით ეხლა ჩაისო მანქანაში ოჯახი და წახვიდეთ. აი მთავარ საიდან ბავშვობიდან თუ შევდოთ დედა ჩემის გვარი არის სვანეთიდან, მეიფარიანი. მეიფარიანი. და უბრალოდ ხა იქ ხშირი ჩასვლა ესე არ ყოფილა, მაინც ქალაქში ვიყავით, მაგრამ ძალიან ხიბლავ და ყოველთვის დამხიბლავს და განსაკუთრებით მაშინ როცა საექსპედიციო სამუშაოს ვეწევდით ხოლმე კონსერვატორიის პერიოდში აი ამ რაღაცა ძირძველი არქაული სივრცეში ყოფნა ის ჟღერადობა მუსიკალური იმ ადამიანებთან ურთიერთობა ავთენტური რაც არის საერთოდ სხვა იმიტომ რომ ცნობილია რომ იქ შემორჩენილია დღესაც ყველაზე ძირძველი ხო სიტყვაც მუსიკაც ქმედებაც, რიტუალიც, იმიტომ რომ იქ ვერ შეაღწია ამ გლობალურმა ამბავმა, იქ მტერი ვერ მიდიოდა ესე მარტივად და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მხიბლავს მთაში მოგზაურობა და ჩემს შვილებთან ერთად და მეუღლესთან ერთად იქ წასვლა. სრიალი თოვლი? სრიალით უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ ამდენჯერაც გადავწყვეტე სრიალი, იმდენჯერ მე კონცერტი მქონდა და ვერ გავედი იმ კონცერტზე, ამიტომ მეშინია ხოლმე. ამიტომ კრახი. თოვლი ძალიან. თოვლი კი. დღესაც პაკურიანში რომ იმყავს ხოლმე ჩემი შვილები, ჩემი ბავშვობა მახსენდება ხოლმე, იმიტომ რომ კომპოზიტორების სახლი ბორჯომში ყველამ კარგად ვიცით. სამწუხაროდ დღეს აღარ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, მაგრამ მთელი ბავშვობის ნაწილი კომპოზიტორთა სახლში დასასვენებლად გავატარეთ. ბებია ჩემი იყო მაშინდელი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ცისანა. რა კომპოზიტორები იყვნენ? იქით ბიძინა კვერნაძე, იქით ლაღიძე, იქით მაჭავარიანი და ბოლოს მოხდი, როცა ატო კახიძემ ბოლერო შეასრულა ორკესტრთან ერთად. რამდენიმე 10-12 წლის წინ დაახლოებით და მახსოვს როცა კოტეჯში ვიყავით ჩვენ იქ ჯანსუღ კახიძის გია ყანჩელის კოტეჯია და ასე და იქ ვიყავით იქ დავჭით შემსრულებლებიც თვითონ მაესტროც იქ იყო და აი ამ კუთხით ძალიან ის მაქვს რამდენი შვილი ჰყავს? 2 ანასტასია რომელმაც სკოლა დაამთავრა აბარებს საერთაშორისო ურთიერთობებზე ძალიან კარგი და გონიერი გოგოა და ასევე არაჩვეულებრივი და თან მოცეკვავე სუხიშვილების მოცეკვავე ქეთო ჯავახიშვილი. რა მაინტერესებს? ორი ქალიშვილის ღერიან? ორივეს ძალიან კარგი სმენა აქვს. ეგარი თავი. ბევრი სიმღერები. ერიდებათ ხოლმე, როცა ვატყობ, აი რაღაცნაირად ცოტა შეიძლება დაიმორცხოს, ჩემი მეუბნება რომ რაღაცა შენი კომპლექსი აქვს. რა თქმა უნდა. მაგრამ მე სულ ვასმენებ კარგ მუსიკას, ქართულს, კლასიკას და ასე შემდეგ. კარგ შესრულებებს და მათ აქვთ ეს გემოვნება უკვე ისეთ მაღალ ჩამოყალიბებული. აბა გველესიანი. შენი ვაჟკაცი ყველა იცნობს ანდრიას? ანდრიას, ყველა იცნობს სახიობია მომღერალია. ანდრია რომელიაო დათოშვილი და ეხლა დათო რომელიაო ანდრიას მამაო. ანდრიას მამაო, ხო რა დრო დადგა, ხო? დრო დადგა კი. უსმენ ხოლმე ანდრიას სიმღერებს? კი, უსმენ, რა თქმა უნდა. შენიშვნები გაქვს? ისეთი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა უკვე. კი. რომ შენიშნავს ნაკლებად ალბათ, იმიტომ რომ ინდივიდუალურობა სადაც არის, იქ ხო, აი არ მინდა რომ უხეშად რაღაცა იქნება ჩემმა საერთოდ მიგდებს ხოლმე ყურს და მიჩვენია რომ თვითონ, იმიტომ ახლა როცა შენიშნები იყო მისაცემი თავიდან როცა იზრდებოდა როგორც ხელოვანი და მომღერალი და ასე შემდეგ, მაშინ კი რა თქმა უნდა, ვეუბნებოდი ყველაფერს. ჩამოყალიბებული ადამიანია. თავისი გზა აქვს, თავისი ინდივიდუალური ხედვა აქვს. ბენდი ყავთ, რაღაც სულ მოძრაობაშია. კი. როგორც მსახიობი ძალიან გაიზარდა, ძალიან. კი. სხვა შორის ასევე ძალიან მუსიკალურები არიან ნიკოლოზის და ანიც. ნიკოლოზი 16 წლიდან წერს ელექტრონულ მუსიკას. სტუდია შეუძინე პეკინში რო ვიყავით გასტროლებზე, მაშინ მთელი სტუდია ჩამოუტანა იქიდან. აბატონო და ეხლა მიხედავთ ახლა სხვა შორის მაგის ტრეკებს ასრულებენ უკვე სოფლიოში ძალიან სახელგანთქმული. ძალიან კარგი არტისტები ამ ელექტრონულ მუსიკაში. ხო, ანი არქიტექტორია ხატავს ძალიან კარგად, ასევე არქიტექტორია და თავის ხედვები აქვს, მოკლედ ძალიან აინტერესებს იაპონური არქიტექტურა, აი ეს მოდერნისტული, მინიმალისტური, მოდერნისტული. ხო, აი ეს ყველაფერი და ასე რომ ნიჭერები არიან. ნიჭერები არიან გველესიანები. ღერიან ესენი პატარები. კი, სიმღერით ღერიან, რა თქმა უნდა, მაგრამ პროფესიონალურ სიმღერას მარტო ანდრია გაყვა. მახსოვს, აი სუბოლო რატო ამბობ ანდრიასა და შენი
დუეტი იყო ძალიან კარგი. შენ კონცერტში. კი და მაყურებელმაც აღნიშნეს ძალიან. სხვათა შორის შენს კულისებიდან გულშემატკივრობას გრძნობდით გენაცვალ. აბარა იქნებოდა. საყვარელი ქართველი მომღერლები. შენი ყურისთვის რომ მისაღებია. უფროსი თაობა, მაგრამ ამის იქით კიდე არის 1900-იანი წლების დასაწყისში ვისი ხმაც ჩვენ ლონდონის გრამოფონმა შეგვინარჩუნა 1900 პირველი წლიდან მოყოლებული ჩანაწერებიდან. სადაც ვისმენთ აი ჩვენ წინაპრებს მაგალითად ეს როგორ მღერია? ისინი არიან ყოფაში ასრულებენ ამ ყველაფერს. მათთვის როცა მათ უსმენ, თან უსმენ ასაკიან ადამიანებს. წარმოიდგინეთ 60-70-იანი წლის უფრო მეტი კიდე. ის სილაღე, რომელიც პირდაპირ თამამად შემიძლია ვთქვა, ის სილაღე იმ ბგერაში, რომელიც მათ აქვთ, დღეს მე ვეღარ ვისმენ ამას. და ისინი არიან ყოფაში. აი მიწასთან მუშაობის დროს მღერიან. თან ახლა ჩვენ სულ ხუმრობთ ხოლმე რომ ახლა რუსთავი რომ დავაყენოთ ჩვენ ყანაში და ნადუღში მე არ ვიცი სადამდე მივალთ. სხვა დრო იყო საერთოდ. კი, რა თქმა უნდა. საერთოდ სხვა დრო იყო, სხვა ჰავა იყო, სხვა საკვები იყო. სხვა დამოკიდებულება, საერთოდ სხვა ყველაფერი. და იმ მათთან არიან ეს ინდივიდუალური შემსრულებლები, არტემ ერქომაიშვილი, გიგო ერქომაიშვილი, ხახეთიდან განომჭედლიშვილი, დედას ლევანა, ნუ არ ვიცი, ეს მომღერლები, რომლებმაც აი ცოტა მერე კავსაძეები წამოვიდნენ და ასე შემდეგ. კავსაძეების. მე რო დღეს ბატონ იმერ კავსაძესთან საუბრობ და ვიხსენებთ ხოლმე, აი ეს ხასიათი მოდის. ეხლა კახის რო შევხედოთ ეს ხა როგორ იწყებდა ის მრავალჟამიერს. აი ისე უნდა იმღერო. თარხნიშვილი, მარო თარხნიშვილი როგორ მღერის? კი ბატონო. აი კაცებთან რო იწყებს. რა თქმა უნდა. როგორ მღერის მრავალჟამიერს მომღერს. მე მახსოვს ანდროს იმაშვილი ართანელი მომღერალი იყო, რომელიც გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი უფროსი თაობის, რომელსაც კითხეს რომ აი ჰამლეტ გონაშვილის ხმაო როგორიაო შენთვისო აი ეგეთი ხმა მინდოდა მქონოდაო ამას ამბობს რეალურად ქართული ხალხური სიმღერა ესტრადამ გადაარჩინა ხო ის არასრული იყო სცენაზე ამ შემთხვევაში ჩვენ დავივიწყებით იმიტომ რომ ძალიან რთული გზა გაიარა გალბომას და სიმღერას და აი ჰამლეტ გონაშვილი თემურ ქევხიშვილი აი ორი მომღერალი ერთი სიმღერა თუნდაც ოროველა როგორ ასრულებენ ორივე სხვადასხვანაირად და კიდევ ბევრი მომღერალი რა თქმა უნდა აი ვერ ამოარჩევ ერთი მეორეზე სიღრმისეულად როგორც კი უსმენ მათ სულ ჩადიხარ დაიბადება ხმა ის ღვთის არის და აბარა აი ხლა სპორტის პერიოდია ჩემ სპორტს ხარ სპორტული დავით კი მე ბავშვობიდან სულ ვარჯიში გავატარე მამა იყო ძალიან ესე იგი ვარჯიშის მოყვარული ადამიანი თვითონ სპორტის ოსტატი და ვარჯიში და ასე შემდეგ და ასე მე მოკრივე ვიყავი საკმაოდ კი შალვა გორგასლიძე პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჩატე ზონაში და კათედრის გამგე ფიზკულტურის ინსტიტუტში ეს იყო ჩემი მწვრთნელი წლების განმავლობაში და სახიფათო ადამიანი ხო და მოკლედ აქტიურად ვიყავი ამ სპორტით დაკავებული და შემდეგ როცა უკვე გადამძლია სიმღერა და ხშირად მიწევდა უკვე გაცდენა ყოველდღე ვარჯიშზე ვიყავი 3 საათზე ფიზკულტურის ინსტიტუტში მიწევდა უკვე ამ გაცდენა სიმღერის გამო უკვე შალვამ რამდენჯერმე მამაჩებს მოაკითხა სალში და უთხრა რომ ძალიან გული დამწყდება რომ დაანებოს თავი მაგრამ მე უკვე სამწუხაროდ აი ქევხიშვილის გუნდი ფაზის სიმერე რუსთავი რაღაცა უკვე ასე ნელა რომელიმე გამორჩეული გუნდი თუ ყავს ფეხბურთში რომელსაც გულშემატკივრობა ან რომელიმე ქვეყანას ხო რა თქმა უნდა ეხლა მე ესე ვიტყოდი რა მე მიყვარს ლამაზი ფეხბურთი რომელსაც თამაშობს ნუ ეხლა ადრე მაგალითად ზიდანის გულისის საფრანგეთის გულშემატკივრობდი შემდეგ ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო მესის გულისთვის გამო ასე აი ესეთი ისო მიდგომა რა ეხლა ძალიან მომეწონა გერმანიის ნაკრები ეხლა ახალგაზრდა ძალიან მაგარი ნაკრებია ძალიან მომეწონა გერმანიის ნაკრები ჩემი გული ვისკენაც წავა ესე არ მყავს ესე გამორჩეული გეთანხმები ისე ჩვენ შვიდად ვართ ხოლმე იმიტომ რომ ანსამბლში ბოქსიორი ყავს ხო ეს ნამდვილად არ ვიცოდი მისი ბოქსიორებს ამიტომ ნაკლებ შენიშვნებს მიცემდი კონცერტის დროს აი ეხლა დაგემოვნების დროა კულინარიულ დროში და გავიგებთ ვინ გაიმარჯვებს
ყველაზე მთავარი დაგემოვნების დრო დაგვიდგა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეფებს ვთხოვთ, მომბრძანდეთ. ჩვენი აზრი გითხარით პროფესიონალური. ბატონო დავით, თქვენ ცოტა ხანს მოიცადეთ, მიირთვით Coca-Cola და თამუნა და თეიმურაზი დუელს გამართავენ. აბა. სარესტორნო და სამეფო კერძი აქვს გადაცვალე ორგანიზაციას და როგორი დაშუნა? კი. როცა დაგემოვნიანია. ამიტომ ხა მაგას თამუნა რეკლამა გავგეთო? მხოლოდ ქულებს იკრებს რეკლამა არ გავუკეთო. ხედავ, ამიტომ ქულებს თამუნა ამას იკრებს. რო გასინჯა. კაი, იტყვირო, აქამდე სადვიყავი. ტყუილში იყავს. მიცხოვრიაო, ხო? აქამდე სადვიყავი. ცოტა კია ისე ხეცი და მოკლედ იდეალურად არის ჯავიანობის ბალანსი დაცული კერძში. ორაგულის ისეთი ფაფუკი და სასიამოვნოა. ბროკოლის ზუსტად ისეა მომზადებული, როგორც უნდა იყოს. ძალიან რომ მინდოდეს რაღაცა კრიტიკის და ხო ისეთი ნეგატივის, ხო, აი შავ თეფშზე ვუდევთ. ანუ იმდენად დახვეწილი და სარესტორნო კერძია. და მიხარია, რომ ჩემი ზაფხულის ჰიტი ტირამისუ ლიმონჩელოსთან ერთად დავამხვიე და დავაჯახე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გამიჭირდებოდა ალბათ. ვნახოთ როგორი გამოვიდა. შანსი არ გექნებოდა ესე გამოდის. მაგრამ აჰა. ტირამისუს იმედი მაქვს. აჰა. ძალიან კარგი. მიშოსიც რა თქმა უნდა. რა, მიშო. ეხლა დავით, აბა, თქვენ გასინჯეთ. თემო გისმენთ თქვენ აზრს? მე როგორც თევზის დიდად მოყვარული, აქტონებული ვარ ჩვენი შექმნილი კერძით. და დესერტს რაც შეეხება. როგორ თამდაბალი ხარ დღეს? ჯერ ვიზუალურად ძალიან ლამაზია, სანამ გემოვნურ თვისებებზე გადავახდა. პირველი მეორე კერძია რა, ამით იწყებ, იმით ავთავრებ რა. სამეფო აღშამი იქნება თუ ორაგული დაიწყებ და ლიმონჩელოს ტირამისუ. ერთი კაი სალათი უნდა და ეგ არის რა. და თქვენი კარგი შეფასე ვარ. არა ჩვენ თევზის მოყვარული მიშო რას იტყვის? ძალიან კაი. აი ძალიან არ ვიცი სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა რომ სხვა განზომილებას ეგ ის ვარიანტია დაგავიწყდა ხო ტექსტი ძალიან მაგარია მე ბედნიერი ვარ რომ ვისაული ასეთი კერძის მომზადება დღეს და დიდი მადლობა შეფ თეიმურას ძალიან დიდი მადლობა აბა მიირთვი თემო კიდე რა სიტყვი ბატონო მიშა მოამზადებ სახში რამე რო იყოს დიდი სიამოვნებით აჰა და ეს რუსთავის სივრცეში უნდა მოვამზადოთ კიდე აუცილებლად ხო აი ეს რაღაც შენ მოამზადებ ამას მე მომზადებ იმას ბატონო ძალიან გემრიელი აბა ეხლა ისიც დააგემოვნეთ მაშინ საოცარია მერე გამოვიტანთ განაჩენს როგორი შემწვარია რა თევზი ახლა მაინტერესებს ჩვენი ამბავი მიშო რა სიმღერა გახსენდება ამ თევზთან დაკავშირებით ხო აი კაი გემრიელი სიმღერა რა მე ესე ჩაგრულო კოსმოსში ურმული ძალიან ახური მრავალჟამიერი ძალიან გემრიელი აბა ეხლა ის გასინჯეთ ბატონო მოგზანდით ბატონო დავით ხო გავზები ხარ აი თქვენ შეგიძლიათ საერთოდ შეხედეთ აჰა მართლა ძალიან შესაბამისია რატო მოგეწონა ხო აუ შესაბამისი დესერტი ძალიან მომეწონა ყოჩა გოჩა ისა თვილეულის მოყვარული თუ ხარ კი ვარ მაგრამ ერიდები მე ძალიან მიყვარს ნუ აი ეს არის ერთ-ერთი კარგი მე დავაგემოვნე ორივე და მე ჩემი აზრი მაქვს ვინ გაიმარჯვა მაგრამ სანამ გამარჯვებულს გამოვაცხებთ აუცილებლად ვერ გაგიშვებთ ისე თუ არ წემით რომ მე შეიძლება აღარ იმღეროთ ამიტომ გთხოვთ ჩვენ ის გარეში რა უკვე არა იმღერეთ ხოდი ჩონგურო იმღეროთ მენაში ჩონგურო ჩემო ჩონგურო
ჩემო თკბილო ჩონოგურო ბრავო დადგა დრო ჭეშმარიტებისა გამარჯვებული უნდა გამოვაცხადო გამარჯვებულია ანსამბლი რუსთავი და რა თქმა უნდა გაიმარჯვა მეგობრობამ ჯავახიშვილმაც და გველესიანმაც დიდი მადლობა შეფებს დიდი მადლობა თქვენს გადაცემას თქვენ ტელევიზორზე შეფპოვრებს რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ჩვენ შეფპოვრებს მომავალ შეხვედრამდე